იპოთეკი დაზარალებულთა საკუთრებიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს განიხილავდნენ. ცვლილებები პოლიციისა და აღსრულების შესახებ კანონებში შედის. პარალელურად პარლამენტთან იპოთეკი დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების პროცესის შეჩერება სახელმწიფოსაგან გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხის გამოყოფა მოითხოვეს. საკითხი დგას გამოსახლების პროცესი მოხდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში და აღსრულების შესახებ კანონში. ჩვენ შევეცდებით რომ მოვძებნოთ ისეთი ბალანსი, რომლითაც სამართლიანობის პრინციპიდან და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე ეს რეგულაციები კიდევ ერთხელ გადაიხედოს. ჩვენ ვითხოვთ დღეს რომ გაჩერდეს გამოსახლებები და ვისაც თანხა აქვს კიდე ხელში, თანხა უჭირავს და ვერ იბრუნებს თავის გონებებს, ესეთი კანონი გამოვიდეს რომ იმან თაღლითურად აიღო თუ რაღაცით მიაღწია ან ნოტარიუსით გადაიფორმა და ისე შევიდა იმ საცხოვიში დაგვიბრუნა. ბილათსაგან გაშო ვითარებაა, იმიტომ რომ 10000-ობით ოჯახი უკვე გამოყარეს თავიანთ საცხოვრებელი სახლებიდან 10000-ობით ოჯახს, დღესაც ემუქრება საცხოვრებელი ფარდის დატოვება. ეს ადამიანები არ აცხადებენ უარს სასაკურველია თანხის გადახდაზე, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, ბერკეტი, რის შემდეგაც ეს პრობლემა მოგვარდება.